გამარჯობათ მეგობრებო, დღეს ვისაუბრებთ მერკურიზე და თუ როგორი ინტერპრეტაცია აქვს მერკურის პირად რუკაში. და განვიხილავთ თითოეულ ნიშნავს, რა თქმა უნდა. შეგახსენებთ საკუთარ თავს ლეილა. გთხოვთ რომ გადახვიდეთ ჩემს YouTube არხზე, გამოიწეროთ ის, გაუზიაროთ მეგობრებს და ლაიქოთ და კომენტაროთ და დააფიქსიროთ თქვენი აზრი. მერკური პირად რუკაში აქ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს მხოლოდ მერკურიზეა საუბარი და მცირე ინფორმაცია იქნება, ასევე ასპექტირება არ უნდა დაგვავიწყდეს, რომელ სახლშია და რომელ ნიშანშია. ეს ყველაფერი მერკურის, რა თქმა უნდა, სხვადასხვა ელფერს აძლევს. ეხლა ზოგადად მერკური რას განაგებს პირად რუკაში. პირველ რიგში მერკური პასუხისმგებელია კომუნიკაციის უნარზე. თუ როგორ შეუძლია ადამიანს კომუნიკაცია, შეუძლია თუ არა საერთოდ და ასე შემდეგ. შემდეგ იგი განათლებაზე მიუთითებს, მეხსიერებაზე, განათლებაზე, მიდრეკილებაზე სწავლის მიმართ, ეს ყველაფერი მერკურის ახასიათებს, ანუ მერკური მართავს მას. ასევე მერკური განაგებს ტრანსპორტებს, შესაბამისად ესეც პირად რუკაში ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგადად ყველა პლანეტა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ყველა პლანეტის განლაგება. ასევე იგი მიუთითებს როგორც ნათესავებზე, მეზობლებზე, მაგრამ რაც ყველაზე ძალიან ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, რომ დაძმებზე და ანუ დაძმური ურთიერთობა ვისთანაც გვაქვს ამ ადამიანებზე. და შესაბამისად მათი განლაგება სხვადასხვა ნიშნებში სხვადასხვანაირად ახასიათებს ადამიანს. მაგალითად, რომელიღაცა ნიშანში, როცა არის ადამიანი, ხვდებით როგორი მეტყველების უნარი აქვს, ან როგორ ესმის გაგებული, სხვა საუბრობს და როგორ ესმის მისი გაგებული, მოდი ასე ვთქვათ. ასევე მერკური პასუხისმგებელია როგორც ანუ ფლირტაობის უნარზე, მოდი ასე ვთქვათ, და გააჩნია რა ნიშანშია. ასევე მერკური კიდევ ვამბობ, რომ განათლებაზე მიუთითებს და ძირითადად, რა თქმა უნდა, ეს როგორც შეიძლება გრძელვადიანი იყოს, ისე მოკლებადიანი ნიშანს გააჩნია. თუმცა განათლებაზე მხოლოდ მერკური არ მიუთითებს. თუმცა ეს ერთ-ერთია. და მოკლედ ეხლა თქვენის ნებართვით გადავალ უშუალოდ კონკრეტულ ნიშნებზე, თუ როგორ ავლენს თავს მერკური. მერკური ქალწულში. მერკური ქალწულში ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს, იმიტომ რომ ქალწულს როგორც ტყუპებს მერკური განაგებს, მერკური ორ ნიშანს განაგებს. მეორე არის ქალწული. თუმცა მერკური სხვადასხვანაირად გამოაჩენს ხოლმე თავს ამ ნიშნებში, მიუხედავად იმისა, რომ ერთი პლანეტა არის. და მერკური ქალწულში არიან ადამიანები, რომლებიც ძალიან მოზომილად საუბრობენ, არ უყვართ სიტყვათა რახარუხი, ანუ აი სუფთად საქმეზე რო საუბრობენ რა. ანუ არ უყვართ ძალიან ესე ბევრი ლაპარაკი, მოდი ასე ვთქვათ. ასევე მერკური ქალწულში არიან ადამიანები, რომლებსაც ძალიან კარგი და დახვეწილი საუბრის უნარი აქვთ. ტრანსპორტებიც ეგეთი ტრანსპორტს ირჩევენ ხოლმე, რომ აი ძალიან აი თითქოს სტანდარტებში უნდა იჯდეს ეს ტრანსპორტის არჩევაც რა, აი ძალიან შეიძლება რაღაც კუთხით კლასიკურიც კი. შემდეგ მერკური ქალწულში არიან ადამიანები, რომლებსაც განათლების კუთხით, რა თქმა უნდა, მიდრეკილება აქვთ და ამაზე უკვე ვისაუბროთ. აქ უფრო ქალწული სიღრმისეულად ცდილობს, რომ რაიმე შეისწავლოს. და ქალწულისთვის მნიშვნელოვანია, რომ მუშაობდეს ისეთ ადგილას, ან მიიღოს განათლება იმ ხრივ, სადაც რაც საშუალებას მისცემს, რომ იყოს უფროსი. და მართოს ადამიანები, იმიტომ რომ მართვის ძალიან დიდი სურვილი აქვთ ხოლმე რა. კარგით, ეხლა თქვენს ნებართვით უნდა გადავიდე სხვა ნიშანზე და სხვა დროს ისევ შევეხებით სავარაუდოდ თუ თქვენი სურვილიც იქნება და უფრო დიდი დროსაც დავუთმობთ, ისევ ამ საკითხს შევეხოთ, ოღონდ რაღაცა მინდა რომ უფრო ასპექტაციასაც შევეხო. კარგით, აბა დაგემშვიდობებით და უნდა გადავიდე სხვა ნიშანზე.